ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით 1987 წლიდან შიდსთან ბრძოლის ოფიციალურ დღედ 1 დეკემბერი აღინიშნება. ყოველწლიურად 160-ზე მეტ ქვეყანაში HIV ინფექციისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება ტარდება. ვემხრობი შიდსის დამარცხებას. ასეთი სლოგანით მიმდინარეობს წლევანდელი კამპანია და ის საზოგადოებაში დაავადების შესახებ ინფორმირებულობის ზრდასა და მისი დამარცხებისთვის საჭირო ინტერვენციების გაფართოებას ისახავს მიზნად. აღნიშნული კამპანიის წარმატება 2020 წლის სტრატეგიის მიზნების მიღწევას შეუწყობს ხელს, რომლის მიხედვითაც HIV ინფექციით დაავადებულთა 90% საკუთარი ინფიცირების შესახებ ინფორმაციას უნდა ფლობდეს, უნდა იღებდეს შესაბამის მკურნალობას და ინარჩუნებდეს HIV სუპრესიას. სასტუმრო ბილტმორ თბილისში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით და HIV ინფექციის პრევენციის სამუშაო ჯგუფის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, მსოფლიო ექიმების საფრანგეთის სათემო ორგანიზაცია ახალი ვექტორის მხარდაჭერით შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის HIV ინფექციის პროგრამის ფარგლებში შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა. ჩვენ საერთოდ საკმაოდ საინტერესო ეტაპი გვაქვს ქვეყანაში შიდსთან ბრძოლის კუთხით. იცით რომ წლების განმავლობაში ამ მიმართულებას როგორც პრევენციას, ისევე მკურნალობას აფინანსებდა გლობალური ფონდი. 2015 წლიდან ჩვენ ჩავერთეთ უკვე ამ შემთხვევაში როცა ვამბობ ჩვენ რა თქმა უნდა იგულისხმება სახელმწიფო მკურნალობის პროცესში და პირველი რიგის პრეპარატები ჩვენს მიერ იქნა შეძენილი. 2017 წელს უკვე უფრო აქტიურად 75% დაფინანსება იქნება უკვე სახელმწიფოსი და 2018 წლიდან ჩვენ მთლიანად უნდა დავაფინანსოთ შიდსთან ბრძოლის პროექტი. რაც შეეხება ვარ თუ არა მზად ამისთვის, ვართ მზად ამისთვის. 2015 წელს მიღებული იქნა 15 წლიანი გეგმა და ამ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს ახლა მუშაობა. ამ გეგმის მიხედვით 2020 წელს ჩვენ 90% უნდა ვიცოდეთ დაავადებული ვინ არის, 90% უნდა დაიწყოს მკურნალობა და 90% ისე უნდა უმკურნალოთ, რომ მათ შიდსის ვირუსი, ინფექციის ვირუსი არ ქონდეს ორგანიზმში. ეს არის ის მიზანი, რომლის მიღწევაც აბსოლუტურად შესაძლებელია, თუ ყველაფერი, ყველა ღონისძიება, რომელიც ჩვენ დაგვეგვიმოს, იქნება შესრულებული ჩვენს მიერ. საყოველთაოდ ცნობილია მთელ მსოფლიოში ესეთი მდგომარეობა და სამწუხაროდ საქართველოს გამონაკლისი არ არის. დაახლოებით ნახევარმა ინფიცირებული ადამიანების არ იცის თავიანთი სტატუსის შესახებ და არ იციან რომ არიან ინფიცირებულები. საქართველოში დაახლოებით შეფასებით მაჩვენებელი არის 9600 ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ ინფიცირებულია, აქედან დაახლოებით ნახევარი ყავს გამოვლენილი. ამიტომ დღევანდელ დღეს გარდა იმისა, რომ ჩვენ ამ აღნიშვნას ვუერთდებით, ჩვენი მიზანია მოვუწოდოთ მოსახლეობას ჩაიტარონ ტესტირება, გაიგონ საკუთარი სტატუსის შესახებ, იმიტომ რომ მკურნალობის თვალსაზრისით ნამდვილად საქართველოს რეგიონში არის ლიდერი, ძალიან კარგი შედეგებია. ეს აღარ არის სასიკვდილო განაჩენი და ყველამ უნდა იცოდეს, რომ მთავარია დროულად იყოს გამოვლენილი ეს დაავადება. მეორე მნიშვნელოვანი მესიჯი, რასაც ვისურვებდი დღეს გამეჟღერებინა, არის ის, რომ ჩვენი მიზანია ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება ამ დაავადების მიმართ და ხელი შეუწყოთ სტიგმის შემცირებას, რაც სავარაუდოდ ხელს უშლის ასევე ადამიანებს, რომ მივიდნენ ჩაიტარონ ტესტირება და ჩაერთონ მკურნალობაში. კონფერენციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის, გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის, გაეროს მოსახლეობის ფონდის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სადღეისოდ საქართველოს არის იმ მცირე რიცხოვანი ქვეყნების რიცხვში, რომლებმაც შეძლო თავიდან აეცილებინა შიდსის პართემასშტაბიანი ეპიდემია. მისგან გამომდინარე ძალიან სერიოზული, კატასტროფული ეკონომიკური და სოციალური შედეგები. ეს პირველეს ყოვლისა შიდსის სამსახურების, არასამთავრობო სექტორის, ქვეყნის ხელმძღვანელობის უდიდესი დამსახურებაა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ დღეს საქართველოში არის 150,000 ცეჰეპატიტით ინფიცირებული და მხოლოდ 9600 შიდსით. მაშინ როდესაც განაცემის ზრდები აბსოლუტურად ერთნაირია, უფრო მეტი შიდსი უფრო იოლად გადადის სქესობრივი კონტაქტით და რომ არა ის სერიოზული ძალისხმევა, რაც 30 წლის განმავლობაში შიდსის სამსახურები ახდენდნენ, ვეყოლებოდა იმდენივე შიდსიანი, რამდენიც ცეჰეპატიტიანი და ეს იქნებოდა ქვეყნისთვის კატასტროფა. ნედა შიდსით ავატყოფი, ისიც რომ გაცილებით უფრო ძნელი მოსავლელია, გაცილებით უფრო სერიოზული პრობლემაა, ვიდრე ცეჰეპატიტი. საქართველოში დაბალია ახალი შემთხვევების გამოვლენა, რისკის ჯგუფების
ფართომასშტაბიანი გამოკვლევა უპირველეს ყოვლისა ინექციური ნარკომანების, მამაკაცების ვისასაც სექსი მამაკაცებთან და სხვა რისკის ჯგუფების, რის შედეგადაც ძალიან მაღალია გვიანი დიაგნოსტიკის შემთხვევები. ხოლო გვიანი დიაგნოსტიკა ნიშნავს წარუმატებელ მკურნალობას და მეტ დანახარჯებს ქვეყნისათვის. კონკრეტული ციფრი. საქართველოში დღეს შიცით პაციენტთა სავარაუდო რიცხვიდან მხოლოდ 51%-ია გამოვლენილი, ანუ ნახევარი. ანუ მხოლოდ ნახევარმა იცის, რომ მას შიცი აქვს, მეორე ნახევარმა ეს არ იცის. ეს არის ყველაზე სერიოზული გამოწვევა დღეს. და მეორე სერიოზული და ისეთივე სერიოზული გამოწვევა გახლავთ ის, რომ როგორც იცით, გლობალური ფონდი გადის ქვეყნიდან, ვინაიდან ჩაითვალა, რომ ქვეყანამ უკვე მიაღწია სერიოზულ წარმატებებს და გლობალური ფონდი ახდენს გადაორიენტირებას უფრო ღარიბ ქვეყნებზე და უფრო იმ ქვეყნებზე, სადაც უფრო უჭირთ შიცის თვალსაზრისით და 2018 წელს გლობალური ფონდი დატოვებს ქვეყანას და ეს სერიოზული გამოწვევაა, ვინაიდან სერიოზულად აფინანსებდა ის პროექტებს და ხელს უწყობდა როგორც სამკურნალო პროექტებს, ისე პრევენციულ პროექტებს. ეს ყველაფერი უნდა ჩაანაცვლოს სახელმწიფომ. ეს არის ბრძოლის დღე, ეს არის იმ სოციალურ პრობლემასთან ბრძოლის დღე, რომელსაც შიცი ჰქვია და რომელიც გასცდა სამედიცინო მნიშვნელობის ფორმატს. შესაბამისად, ამ ბრძოლაში არის ყველაზე ეფექტური იარაღი, რომელიც უნდა იყოს სრულად და სწორად გამოყენებული, ეს არის პრევენცია, ეს არის თავიდან აცილება დაავადების, ამისთვის საჭიროა ინფორმირებულობა და ამისთვის საჭიროა ცოდნა იმ გზებისა, რითაც კაცობრიობას, საზოგადოებას საშუალება მიეცემა თავიდან აიცილოს ეს აშიში და ვერაგის სენი. მიგრაცია და ჯანმრთელობა მუდმივ ურთიერთკავშირშია. აივ ინფექცია გადამდები დაავადებაა, რომლის გავრცელების ერთ-ერთი ფაქტორი მიგრაცია შეიძლება გახდეს. აღნიშნული მიზეზი გამორიცხავს მიგრანტების სტიგმატიზირებას. ჩვენ ვერ მივიჯერებთ სტერეოტიპულად მიგრანტებზე და ვერ მივიჩნევთ მათ დაავადების გადამტანად. თუმცა გაძლიერებული ჯანდაცვის სერვისების არსებობა და ბალანსის დაცვა აუცილებელია. ეპიდემიოლოგიური ვითარება წლიდან წლამდე უარესდება და ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. ყოველი 7 ადამიანი და 1 საკუთარი ინფიცირებულობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ამიტომ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა უაღრესად მნიშვნელოვანია. მოხარულები ვართ, რომ 1 დეკემბერში თამბზოლის მსოფლიო დღეს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია საფუძველს უყრის და იწყებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს სკრინინგსა და მკურნალობას შიცისა და ტუბერკულოზის მხრივ მობილურ მოსახლეობაში. პროექტი გულისხმობს სასაზღვრო პუნქტებთან მიგრანტთა გადაადგილების პროცესში მყოფი მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს დიაგნოსტირების ზრდას და დაავადების გავრცელებას შეაფერხებს. 2016 წლის 11 თვის მონაცემებით საქართველოში აივ ინფექციის 6065 შემთხვევაა რეგისტრირებული. დაავადება 4508 მამაკაც და 1557 ქალს აღენიშნება. მათი უმრავლესობა 29-დან 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. საქართველოში დაავადების გავრცელების მხრივ პირველ ადგილზე 2072 ინფიცირებულით დედაქალაქია. მას სამეგრელო, იმერეთი და აჭარა მოსდევს. დაავადების დასამარცხებლად დროული პრევენცია, სკრინინგი და მკურნალობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და რისკ ჯგუფებისაგან მეტ ყურადღებასა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას მოითხოვს.